თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები, მათი გავრცელება და რისკ ჯგუფები. რა არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მიზეზი და როგორ შეიძლება მისი პრევენცია? ყველაზე სახიფათო ორგანიზმში მიმდინარე ის ფარული პროცესებია, რომელთა შესახებაც სხეული დუმს. შესაძლოა ეს იჩუმე მხოლოდ სიცოცხლეში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უბრალოდ არ დაირღვეს. გვინდა ამჯერად ერთ ასეთ დაავადებას მივაპყროთ თქვენი ყურადღება. თავის ტვინის სისხლძარღვოვან დაავადებებზე ვისაუბრებთ. რა ახასიათებს ამ დაავადებას, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რისკის შესამცირებლად და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად დროულ დიაგნოსტიკას. თემაზე სასაუბროთ ნეიროქირურგი ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ნაცვალაძე. მოვიწვიეთ. გამარჯობა ბატონო ტატო. მოგესალმებით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საკმაოდ აქტუალურ თემას ვეხებით და საუბარი დავიწყოთ თავის ტვინის სისხლძარღვოვან დაავადებაზე ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბროთ და საიდან იწყება ეს ყველაფერი და რას უნდა მივაქციოთ ზოგადად ყურადღება. ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. ესე იგი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა არსებობს უფრო ხშირი დაავადებები, უფრო ნაკლებად ხშირად შემხვედრიანი. ყველაზე უფრო გახშირებულ პათოლოგიებში, თავის ტვინის სისხლძარღვებით გამოწვეულ დაავადებებში მე ყურადღებას მივაქცევდი ინსულტს. როდესაც თავის ტვინის სისხლძარღვი ზიანდება და მისი მთლიანობა ირღვევა და ხდება სისხლის ჩაღრვა თავის ტვინში. ან პირიქით, როდესაც სისხლის მიმოქცევა ირღვევა თრომბული მასებით, ხდება სისხლის პირიქით მიუწოდებულობა თავის ტვინისათვის და შესაბამისად პროცესი იგივენაირად ვითარდება, ტვინის უჯრედები იღუპება და შეუქცევა და ზიანდება სამწუხაროდ. გამომწვევი მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანი არის. აქ არსებობს გარკვეული კვლევები, თქვათ, დაკავშირებული სქესთანაც. აი, მამაკაცებში ეს დაავადება უფრო ადრე იჩენს ხოლმე თავს. თუმცა პროცენტული რაოდენობით მამდილოსნებში ის უფრო ხშირია და დაკავშირებული ჰორმონალურ ცვლილებებთან, მენოპაუზასთან, ფიზიკურ სტრესთან და ასაკის მატებასთან არის შეჭიდული. ამის გარდა დიდ ზეგავლენას ახდენს ცხოვრების წესიც. რამდენად აქტიური ვართ ცხოვრებაში, რამდენად მოძრავი ვართ, რამდენად ჩვენი საკვები არის ჯანსაღი, ანუ ფრჩხილებში გულისხმობ, რამდენად მავნიჩვევები გვაქვს თუ არა. მავნიჩვევებში განსაკუთრებული დიდ ყურადღებას მივაქცევდი ალკოჰოლის ჭარბმოხმარებას, ნიკოტინის, ანუ სიგარეტის, თამბაქოს მიღებას, რაც ძალიან ბევრი კვლევებით, რანდომიზირებული მსოფლიო მასშტაბით, ბევრ ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით არის მტკიცებითი მედიცინით შესწავლილი და დამტკიცებული, რომ ეს უშუალო პირდაპირ კავშირში არის ამ სისხლძარღვების დაზიანებასთან შემდგომ გამოწვეულ ამ პრობლემებთან. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გენეტიკურ ფაქტორსაც. ოჯახის გენეტიკასაც, თუ კი სისხლძარღვოვანი პათოლოგიები თავს იჩენდა ჩვენს წინათაობებში, ძალიან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ ცხოვრების წესს, დროულად ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები, რომ რაც შესაძლებელია, რაც ჩვენს ხელში არის. შესაძლებელი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ ავყვეთოთ ეს გამომწვევი მიზეზები და ეს ძალიან ხშირად, უხშირესად აბსოლუტურად შესაძლებელი არის. თქვენ პროფილაქტიკა ახსენეთ ბატონო ტატო, თქვენი აზრით წელიწადში რამდენჯერ უნდა მოვიდეს მაგალითად თქვენთან ადამიანი პროფილაქტიკის კუთხით, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ყველაფერი? ნახეთ როგორი სიტუაცია, ესე იგი პროფილაქტიკურ კვლევებზე თავის ტვინის სისხლძარღვთან დაკავშირებული პათოლოგიის გამორიცხვის მიზნით განსაკუთრებულ ყურადღებას, ანუ რისკ ფაქტორში მყოფ ადამიანებს ვაქცევთ, თქვათ, მათთან მინიმუმ წელიწადში ერთხელ კონსულტაციას ვატარებთ, გავდივართ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ტარდება, ინსტრუმენტალური, თქვათ, მაღალტექნოლოგიური ისეთ როგორც არის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, დოპლეროგრაფია. თუმცა იმ ადამიანებში, ვისთანაც რისკი ჯგუფი შეის, რომლებიც არ შედიან, ან თქვათ გენეტიკური ფაქტორით, ან სხვა დაავადებების ფონზე არსებული რისკების გათვალისწინებით, მათთან თქვათ პროფილაქტიკა ტარდება იმის დამიხედვით, თუ რამდენად აქვთ გამოვლინება, ან რაღაც წინასწარი ნიშნები იმისი, რომ შესაძლებელია იყოს სისხლძარღვოვანი პათოლოგია. კი. და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის, რა დამახასიათებელი სიმპტომები აქვს ამ დაავადებას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ინსულტს, ისეთი რომ არ შეგვეშლება სხვა დაავადებაში. ანუ წინასწარ პირდაპირ არის ნიშანი იმისა, რომ ანუ არის ინსულტი და არა სხვა რაიმე დაავადება. აი, უხშირესად მთავარი მიზანი, მთავარი ნიშანი ინსულტის როგორც წესი არის წავე პერიოდში, ეს არის მეტყველების გაძნელება, მოძრაობის შეზღუდვა კიდურში,
კოორდინაციული დარღვევები, რიგ შემთხვევაში მხედველობით დარღვევებსაც აქვს ადგილი. თან ყველაზე საყურადღებო და ნიშანდობლივი არის ამ დაავადებისთვის ამ სიმპტომების მყისიერი განვითარება. ანუ დროში ძალიან სწრაფად, რამოდენიმე წუთში განვითარებული სიმპტომები, რომელიც ძალიან სწრაფად ვლინდება და რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, როგორც პაციენტის და რიგ შემთხვევაში თვითონ პაციენტს არ შეუძლია ასეთ მდგომარეობაში რეაგირება მის ირგვლივ მყოფი ადამიანების და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ამ დაავადების ცნობადობის ამაღლება, რომ მოსახლეობაში ის იყოს ცნობადი და ყველამ თუ არა, ყოველმა მეორე ადამიანმა მაინც იცოდეს ძირითადი ნიშნები ამ დაავადების, იმიტომ რომ ინსულტში ჩვენ მე ამაზე ვისაუბრებთ. დრო უდრის twins. ამიტომ ეს პირდაპირ კავშირში არის ჩვენს აქტიურობასთან და დროზე მიმართვასთან. პირველადი დახმარება აუცილებლად ჩემი აზრით ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ დროულად გაუწიოთ, როგორც თქვენ ახსენეთ, ანუ მაგ დროს უკვე წამებს ვითვლით, ხო? უფრო ცლად რო აგვიხსნათ ბატონტატო, რა ემართება ჩვენს სისხლძარღვებს, აი ამ დროს ასაკი არის მნიშვნელოვანი თუ როგორც ნებისმიერი დაავადება 21 საუკუნეში გაახალგაზრდავდა ეს დაავადება? სიმართლე გითხრათ, გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებით ვერ ვიტყოდი, უბრალოდ დიაგნოსტიკის საშუალებები გაუმჯობესდა სამედიცინო დახმარების ხარისხი, გაუმჯობესდა შესაძლებლობები მედიცინის ამ მიმართულებით პაციენტების კვლევაში და მათ დახმარებაში, შესაბამისად გამოვლინება დიაგნოსტირება ამ დაავადების უფრო უკეთეს ხარისხზე ავიდა, უფრო მაღალ დონეზე ავიდა, შესაბამისად ჩვენ უფრო ხშირად ვსვამთ ამ დიაგნოზს იმის გამო, რომ ამის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარება. თვითონ რაც შეეხება სისხლძარღვს, სისხლძარღვი მოგეხსენებათ, რამდენიმე შრისგან შედგება, ცოტა ანატომიაში გადავალ. ჩვენთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მარტივ ენაზე რო ვთქვათ, უფრო შიგნით და გარსი, რომელიც ყველაზე უფრო ადვილად დაზიანებადია, ვინაიდან მასზე ზეგავლენას ახდენს ძალიან ბევრი ფაქტორი, დაწყებული პრეპარატებით, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა დაავადებების გამოგებულობთ, საკვებით ზეგავლენა, მამნეჩოების, ნიკოტინის, ალკოჰოლის ზეგავლენა, მათზე ყველაზე მეტად არის გამოხატული. შესაბამისად, ეს კედელი ზიანდება, მაშინ წარმოიქმნება სხვადასხვა ტიპის დაზიანებები. ისეთი სიზარღვოვანი პათოლოგია, როგორც არის ვთქვათ, ანევრიზმული დაზიანება, ამ დროს ხდება სიზარღვის კედლის გაფართოება, პათოლოგიური გაფართოება, პათოლოგიურად გათხელება მისი, რომელიც უკვე ვეღარ იჭერს ნორმალურ არტერიულ წნევას და ხდება მისი გახეთქვა და შემდგომი მძიმე მდგომარეობის განვითარება. რაც შეეხება ინსულტს, ინსულტის შემთხვევაში სიზარღვის კედელზე წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც დროთა განმავლობაში მატულობს, ამ მის წარმოქმნაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ხოლესტერინი, ზოგადად ეს დღეს არ ვიცი, არ მგონია იყოს ადამიანი, ვინც სიტყვა ხოლესტერინი რა არის, არ იცოდეს და მიუხედავად დიდი კონტროლისა, უამრავი პრეპარატისა, რომელიც ამ პრობლემასთან გვეხმარება ბრძოლაში, მაინც ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არ იხსნება. ზიანდება სიზარღვის კედელი, წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც თანდათანობით ზომებში მატულობს, შემდეგ ხდება მისი ეგრეთ წოდებული დაწყვილება და მოწყვეტა იმ ადგილიდან. მოწყვეტა იმ ადგილიდან, სადაც ის წარმოიქმნა. თავიდან რო გვაჩვენოთ ის კადრი, რომ გავაგზავნოთ ბატონტატო ჩვენ საუბარი, ზუსტად იმ ფოლაქი იყო ნაჩვენები. დიახ. ეს ანევრიზმული და გავრცელება სისხლის ნაკადის მიმართულებით და სამიზნე არტერიის დახშობა. იმის მიხედვით თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს არტერია ჩვენი ორგანიზმისათვის, შესაბამის შედეგებთან აგვაქვს საბოლოოდ შემდეგ საქმე. თქვენ ახსენეთ ქოლესტერინის. მიუხედავად იმისა, რომ თქვით, რომ ნებისმიერმა ჩვენთაგანმა ვიცით ეს სიტყვა, ხშირად გვეშლება, რამდენად მართალია, რომ ეს კვებასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ცხიმიანს მიირთმევს ადამიანი მაღალ კალორიულ საკვებს თუ სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორია იმისა, რომ მაგალითად ადამიანს აქვს მომატებული ქოლესტერინი. ნახეთ, ჩვენს ორგანიზმში ხოლესტერინის წარმოქმნას და გარკვეული დონის შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მხარს უჭერს ალიმენტარული, ანუ საკვებით მიღებული ნივთიერებები. თუმცა უდიდეს როლს თამაშობს თვითონ ადამიანის ცხოვრების წესიც და მისი გენეტიკური მიდრეკილება ხოლესტერინთან დაკავშირებით. ზოგიერთ ადამიანს ბევრად უფრო მაღალი მიდრეკილება აქვს, ხოლე ხოლესტერინის მაღალი
დონისაკენ ორგანიზმში, ეს განპირობებულია სხვადასხვა გენეტიკური ფაქტორებით. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფიზიკური აქტივობა ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ ხოლესტერინის მარტო როგორც ჩხამს ისე არ გვქონთ, მაგრამ სინამდვილეში ხოლესტერინის თავისი ჩაუნაცვლებელი ფუნქციებიც აქვს, რომელიც აუცილებელი არის ორგანიზმისთვის და მისი აბსოლუტურად გამორიცხვა ორგანიზმიდან კატეგორიულად შეუძლებელია. უბრალოდ ის არ უნდა აცდეს დაშვებულ ზღვარს. ანუ ჭირდება, მაგრამ ზომიერად, ხო? და რადგან ესეთი აქტუალური თემა არის, კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა ხა ისევ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგალითად, მხოლოდ დარეგულირება ანუ ქოლესტერინის მედიკამენტებით შეიძლება, გაჩნია კიდევ რა სტადია და რამდენი არის, ხო? თუ სწორად გისმევთ ამ შეკითხვას. მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება თუ ანუ საკვებიდან რაიმე უნდა გამოვირიცხოთ, რომ ანუ ბალანსში მოვიყვანოთ ქოლესტერინის. ის რამდენის გვჭირდება? ზოგადად არის რამოდენიმე მიმართულება. იმიტომ რომ პრობლემა არის საკმაოდ სერიოზული, საკმაოდ გავრცელებული, მე არ მგონია იყოს ქვეყანა, რომელშიც ეს პრობლემა არ იდგეს. ამიტომ არის გარკვეული მიმართულებები. პირველი არის ალიმენტარული მიმართულება, როდესაც ანუ საკვები ნივთიერებებში ხდება კონტროლი ხოლესტერინის შემცველობის შესაბამისად. ჩვენ ვიცით რამდენად ხელს უწყობს ეს პროდუქტი თქვა ხოლესტერინის გამომუშავებას და ვიწყებთ მასზე მის ამ საკვების გამორიცხვას ან შემცირებას. მეორე მხრივ არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომელს სტატინები ეგრეთ წოდებული, რომლებსაც შეუძლიათ ამ პრეპარატის ნორმაში მოყვანა, მისი თქვათ რაოდენობის შემცირება ჩვენს ორგანიზმში, დაქვეითება და ამით ხელშეწყობა იმის, რომ ხოლესტერინმა თავისი ფრჩხილებში თქვათ ცუდი საქმე არ გააკეთოს. და მესამე მიმართულებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ფიზიკური აქტივობის დარეგულირება, ნორმაში მოყვანა, დღის განრიგის ნორმაში მოყვანა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები ჩვენი სხვადასხვა სამსახურეობრივი იქნება თუ ცხოვრების წესიდან გამომდინარე ფიზიკური აქტივობა ძალიან დაქვეითებული გვაქვს, შესაბამისად ჩვენს ორგანიზმის ბუნებრივი ფარი, რომელიც აქვს მას ფიზიკური აქტივობის სახით ხოლესტერინთან და ზოგადად ბევრ ცუდ პათოლოგიასთან ბრძოლაში ვერ ვიყენებთ. გასაგებია. არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა არის ბატონო დადო, თავის ტკივილი. ალბათ ადამიანი არ ყოფილა რომ ერთხელ მაინც თავი არასტკიებოდეს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ხო? აი მაგ დროს რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რთული, ანუ მძიმე თავის ტკივილი შეიძლება ეხლა ესე რომ დავარქვათ, ხო? ანუ ხშირად ტკივა ადამიანს თავი. არის ისე რომ მაგალითად რამოდენიმე თვეში ერთხელ დავლია მედიკამენტი და გამიარა, ხო? ანუ ამ დროს რა ხდება? თავის ტკივილი საკმაოდ ფართემცნება, იმიტომ რომ თავის ტკივილი პირველ რიგში მინდა ვახსენო, ეს სუბიექტური განცდა არის ადამიანის, ყველა ადამიანს აქვს თავისი ტკივილის ზღვარი. ზოგიერთი ადამიანისთვის ერთი ინტენსივობის ტკივილი აუტანელია, მეორესთვის შეგუებადი, ფრჩხილებში თქვა შეგუებადი და ამით არსებობა შეუძლია ადამიანს. ტკივილი არის ჩვენი სასიგნალო სისტემა, როდესაც ჩვენ ორგანიზმი მიგვანიშნებს, რომ რაღაც ყოფში არ არის, საჭიროა გარკვეული ღონისძიებების ჩატარება და გიბიზგებს, რომ რაღაც შეცვალო, რომ ეს ტკივილი არ კონდეს. ანუ ეს არის სასიგნალო სისტემა არის ჩვენი ორგანიზმის. რაც შეეხება თავის ტვინის სიზარღვოვანი პათოლოგიების დროს განვითარებულ ტკივილს, ამ დროს ძალიან საყურადღებო და მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ტკივილის უეცარი განვითარება, ტკივილის ძალიან მაღალი ინტენსივობა, ისეთი როგორც ადამიანს მანამდე არ ქონია და ეს ხდება მყისიერად და არა თქვა ცხოვრების განმავლობაში რაღაც ქრონიკულად მიმდინარე პროცესის თანხლებით ტკივილის განსხვავდება. თავის ტვინის სიზარღვოვანი პათოლოგია სახასიათებს მყისიერი ძალიან მაღალი ინტენსივობის ტკივილი, რომელიც ვითარდება რამოდენიმე წამში. კი, ბატონო დადო, თქვენ თავში ახსენეთ, რომ ანუ თავის ტკივილი ეს კონკრეტულად მაშინ თავი არ გვტკივა და ანუ რა სიგნალს გვაძლევს? მაგალითად, მოვიდა თქვენთან პირობითად ნინო, რომელიც ამბობს, რომ ანუ თავი მტკივა, ამბობს, აი მაგალითად აქ. და აქ დროს თავი შეიძლება არ ტკიოდეს და სხვა სიგნალს აძლევდეს ორგანიზმს. არსებობს ესეთი საინტერესო ფაქტი. ალბათ შეიძლება ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ ბევრისთვის უცნობია, რომ თავის ტვინს თვითონ როგორც ასეთ ორგანოს საკუთარი ტკივილის რეცეპტორები არ გააჩნია. თავის ტვინი ვერ შეიძლება ატკინო ადამიანს. რეალურად არ გვტკივა თავი. თავის ტვინს არ აქვს ტკივილის აქმის შესაძლებლობა, აბსოლუტურად. თავის ტვინი ტკივილს არ აკეთებს. არსებობს სპეციალური ოპერაციები ნეიროქირურგიაში, როდესაც სკანის განაკვეთის დროს ეძლევა ნარკოზი პაციენტს და ტვინზე ჩარევის დროს პაციენტს აღვიძებენ.
ანუ ბატონო დატო რომ ამბობთ რომ რაღაცა თავი მტკივა აქ მტკივა გვერდებში ანუ რეალურად ეს არის პერიფერიული ნერვული სისტემიდან გამოწვეული სასიგნალო სიგნალები რომელიც ჩვენ მიგვითითებს უშუალოდ იმ რეგიონში სადაც ტკივილს აგვიქვამთ გარკვეული პრობლემის არსებობას ეს იქნება ნერვის ანთება რბილი ქსოვილების ანთება რაღაც პოსტტრაუმული დაზიანება ყველა ნერვს აი ანატომიურად გააჩნია თავისი წარმოშობის ადგილი ის გზა რომელსაც ის გაივლის სამიზნე ადგილამდე რომელსაც აინერვირებს და თვითონ ის ზონა რომელიც ინერვაციაზეც ის პასუხს აგებს ეს ხსნობელობით იქნება თუ მამოძრავებელი არა გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ გზის გავლის მანძილზე თუ კი რაიმე მას შეაწუხებს ეს იქნება რაღაც ანატომიურ ხრელში გამოსვლის ადგილი ან ყუნჩი ან მყეში გასვლის ადგილი და მიმდებარედ ქსოვილს რომელსაც ის უბრალოდ გაივლის იქ რაღაც ხდება ამაზეც კი სიგნალი ექნება ნერვს და შეიძლება უბრალოდ სხვა ადგილას ვტკიოდეს და მიზეზი ტკივილის სხვაგან იყოს ანუ კითხვა მაშინ ჩნდება რომ ესე იგი თავი არ გვტკივა მაგ დროს და მართალია რომ წნევას ვიზომავთ ანუ წნევის ბრალია ეს თუ სწორად დაგისვით შეკითხვა მაღალი ან დაბალი წნევა გვაქვს როცა ადამიანს მაღალი წნევა აქვს თავის ტვინი თვითონ ამას ვერ აკეთებს მაგრამ აკეთებს თავის ტვინის გარსი თავის ტვინის გარსი აკეთებს და შესაბამისად ზოგიერთ ტკივილის ინტენსივობა არის კეფის არეში ზოგიერთ შუბლის არეში ზოგიერთ თვალზე ზეწოლას განიცდიან ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აკეთებს ამას თუმცა წნევას ვისინჯავთ ალბათ იმის შიშით რომ მაინც მაღალი არტერიული წნევის ხოლესტერინის არ იყოს ძალიან ყველას გვეშინია და ვცდილობთ რომ თავი დავიწყოთ რაღაც კატასტროფისგან და მე რატომღაც მშვიდდებით თუ კი წნევა არა გვაქვს და მიზეზის ძებნას ხშირად აღარ ვაგრძელებთ და აღარ ვეძებთ ამშვიდებთ ჩვენ თავს ერთი წნევა არ მაქვს ეხლა გადავიდეთ უფრო რთულ საკითხზე ჩვენ ვახსენეთ ანუ თავში ორი დაავადება ინსულტი და როდის ხდება ოპერაციული ჩარევა ინსულტზე და ანევრიზმაზე მინდა ვისაუბრო ანუ როდის ხდება დღის წესრიგში ექიმთან ვიზიტი და უკვე როდესაც ანუ ოპერაციამდე ხო ყველანაირი გზა შეიძლება კი არა და ნეიროქირურგი მკურნალობის ნებისმიერ მეთოდს მიმართავს სანამ დადგება დღის წესრიგში ოპერაცია ხო არის ამ პათოლოგიებში არის გარკვეული მიმართულება რომელიც დღის წესრიგში ექიმთან მისვლას თვითონ აყენებს გარდაუვალს ხდის და ჩაუნაცვლებელს ეს არის ინსულტის შემთხვევა, როდესაც წვავე პროცესი ვითარდება და ეს არის ანევრიზმის გახეთქვის შემთხვევა, როდესაც სიტუაცია არის მწვავე და თვითონ სიტუაცია მოითხოვს გადაუდებლად არჩევნის გარეშე ექიმთან მოხვედრას და პაციენტი ჩვენთან ხვდება. არსებობს ანევრიზმები, რომელიც დიაგნოსტირებულია გახეთქვის გარეშე. ესეთიც ხდება, როდესაც ადამიანები იტარებენ პროფილაქტიკურ კვლევას, თქვათ, იკვლევენ თავის ტვინის სიზარღვებს. ვთქვათ, ან გენეტიკურად ჰქონდათ რაღაც შიში, რომ აქ წინაპარს ჰქონდათ რაღაც პრობლემა, ან ზოგადად უნდათ თავის ტვინის სიზარღვების გამოკვლევა, რომ ვთქვათ, რაღაც მოისმინეს ეს ინფორმაცია პროფილაქტიკურად ჩაიტანონ კვლევა და იპოვონ ანევრიზმა, რომელიც უკვე გეგმიურად ხდება. მისი დაგეგმა ამ ოპერაციის და ყველაფერი და შესაბამისად გამოსავალი, შედეგიანობაც, რისკებით ბევრად უფრო დაბალია. დაუბრუნდეთ მწვავე შემთხვევას, როდესაც თქვათ ანევრიზმა გასკდა. გახეთქვის შემთხვევაში ანევრიზმას იწვევს სიჩაქცევაც, რაც twins ძალიან აზიანებს, რიგ შემთხვევაში პაციენტების ცნობიერება იმდენად ითქმება, რომ ისინი კომაში გადადიან და სიტუაცია ხდება გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების მოთხოვნა ხდება ამ შემთხვევაში. ქირურგიულად ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ ორი გზით. არსებობს ეგრეთ წოდებული ღია ოპერაცია თავის ტვინის ანევრიზმების გახეთქვის შემთხვევაში, როდესაც ხდება უშუალოდ თავის ტვინის მდებარე დაზიანებული სიზარღვის გამოყოფა, ანევრიზმის ვიზუალიზირება და მასზე სპეციალური კლიპსით დადება, რითაც ჩვენ პროფილაქტიკას ვაკეთებთ და აღკვეთ მომავალში დამატებით სისტემის შესაძლებლობას. თუმცა კიდევ უფრო თანამედროვე მეთოდი არის და ბოლო წლებში მან უფრო და უფრო მეტი პროცენტული თქვათ ოპერაციების პროცენტობა უფრო და უფრო თავისკენ გადაიზიდა. ეს არის ენდოვასკულური მეთოდი, ეგრეთ წოდებული დახურულ მეთოდს ეძახიან მოსახლეობაში ხშირად ამ მეთოდს, როდესაც თვითონ თავის ქალაზე განაკვეთი არ კეთდება, კეთდება სიზარღვის შესვლა, ეს შესაძლებელია როგორც ბრახიალური, ანუ ხელის არტერიიდან, ასევე ფეხის ბარძაკის არტერიიდან, მიკროკათეტერების სპეციალური ინსტრუმენტების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობით დახურულად მოხვდეთ უშუალოდ ანევრიზმაში სიზარღვის გზით და სპეციალური საშუალებების, რამოდენიმე საშუალება არსებობს, ეს არის
მიკროქოილები, ანუ მიკროსპირალებსაც ეძახიან, არის ვებ სისტემა, ან სპეციალური ბადია, რომელიც ამაში იშლება. არსებობს სტენტირების სისტემები, როდესაც სიზარხში იშლება სტენტი და გახეთქილ სიზარხში ხეს უშლის სისხლის მოხვედრას და დამატებით მის გახეთქვას და დამატებით დაზიანების განვითარებას, ანუ ძალიან გაფართოვდა შესაძლებლობები დახურული მეთოდის და პრაქტიკულად რისკები ორივე მეთოდს აქვს, თუმცა დახურული მეთოდის შემთხვევაში განსაკუთრებულად გამოყოფთ იმ ფაქტს, რომ ეს მეთოდი ბევრად უფრო ნაკლებად ტრაუმული არის ადამიანისთვის და ისედაც ძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის დამატებითი თქვათ ტრამვის მიყენება, როცა არ გვიხდება, ეს ძალიან გვეხმარება ჩვენს და იმ ადამიანებსაც, ვინც მომავალში პოსტოპერაციულად ამ ადამიანებთან მუშაობენ, მათ რეაბილიტაციით არიან დაყავებული და აღდგენით და ასე შემდეგ. საინტერესოა მაგალითად რეაბილიტაცია როგორ ხდება, ანუ თქვენი და უშუალოდ პაციენტის ესე ვთქვათ ურთიერთობა მაინტერესებს. მაგალითად გაიკეთა ადამიანმა თქვენთან ოპერაცია. ანუ რას უნდა მოერიდოს? გარდა მავნეჩვეობისა, რა თქმა უნდა, ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი შეკითხვა არის. იცით, საქართველოში რატომღაც ხშირად რეაბილიტაციური პერიოდს არ ანიჭებენ იმდენად დიდ მნიშვნელობას, როგორც თქვა ქირურგს. მესმის, რომ ქირურგია სწორე გადაუდებელი არის, ძალიან დიდ ინტელექტუალურ და ფიზიკურ რესურსებს მოითხოვს, მაგრამ თვითონ პაციენტისთვის მე ვიტყოდი, რომ რეაბილიტაცია არანაკლებ მნიშვნელოვანი არის. რეაბილიტაცია არის როგორც ფიზიკური, ანუ ამაში გულისხმობ ფიზიოთერაპია, მასაჟი, ელექტროსტიმულაცია, მედიკამენტოზური მხარდაჭერა და ასე შემდეგ, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ადამიანები, რომელიც სიკვდილის ზღვარზე მიდიან, მათთვის ფსიქოლოგიური სტაბილობის დაბრუნება, ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენა და იმის გათავისება, რომ ის საშინელება, ის შიში სიკვდილის, რაც მათ გაიარეს, აღარ მოbrunდება და ეთმა ცხოვრებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ადამიანის გუნება გაწყობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, უამრავი კვლევით არის დადასტურებული იმ შედეგზე, რაზეც ადამიანი გადის პოსტოპერაციულად. და ეს ჩემი აზრით ეს დარგი საქართველოში ვითარდება ამ ბოლო დროს და მე მინდა რომ კიდევ და უფრო განვითარდეს და ჩვენი განვითარებული ისეთ ქვეყნებს, როგორც ევროპის ქვეყნები ან ამერიკული შეერთებული შტატებში არსებული რეაბილიტაციული საშუალებები, როგორც იქ არის მართული, ისე შევძლოთ ჩვენც. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დიდ ფინანსურ ხარჯებს და სახელმწიფოს ხარდაჭერას მოითხოვს. კი. თქვენ ახსენეთ, ბატონო დატო, მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში მედიკამენტებს ვიღებთ არა ექიმის დანიშნულებით, არამედ მეგობრის, ნათესავის და ასე შემდეგ რჩევებით. ნუ ესე არის. თქვენ რას ფიქრობთ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, მედიკამენტები არ დავასახელოთ, მაგრამ ძალიან სენსიტიური თემა არის. დავიწყოთ იქედან, რომ მაგალითად 1 წლის წინ თუ სვამდი იმ წამალს, რომელიღაცას და მომიხდა, მეორე წელს რატომაც არა. ხო? ზოგადად ამ ფაქტს, რომ აი მეზობლის მეგობრის რჩევით მიღებული პრეპარატს მე ვფიქრობ, ბევრად უფრო ძველი საფუძვლებია, ვიდრე ჩვენ მგონია. იმიტომ რომ ადამიანები თავისი ისტორიის განვითარების ეტაპზე ერთმანეთს აკვირდებოდნენ, როცა არც მედიცინა არ არსებობდა და არც ფარმაკოლოგია. ერთის მიერ მიღებული რაღაც წამალი, თუ კი მას მოუხდებოდა, თუ იცლებოდა, რომ მეორესაც მოუხდებოდა, ეს რაღაც ეთყობა ქვეცნობიერს. ისე არის დალექილი, რომ ჩვენ აი უხშირესად გექნებოდათ ახლა პრაქტიკაში. უხშირესად, რომ კურნალობას წარმართავს მეზობელი. კი. ოღონდ ექიმთან არ დავაკეთოთ. ან თქვათ, იმიტომ დავლიოთ 4 სხვადასხვა პრეპარატი, რომ 4 სხვადასხვა ადამიანს მოუხდა. და ძალიან ხშირად შესაძლებელია თქვათ, ნუ მარტივესი ტკივილი გამოყუჩებელიც კი აბსოლუტურად უნებელი. ერთი შეხედვით, სხვა პრეპარატთან კომბინაციაში, რომელსაც ჩვენ არ ადამიანი, რომელიც მაზღებულობს, ის დაუკითხავთ, ანუ ვიღაცის რჩევით, სხვა პრეპარატთან კომბინაციაში შეიძლება ძალიან მავნე აღმოჩნდეს და პირიქით დამაზიანებელი აღმოჩნდეს. უდიდესი დარგი არის ფარმაკოლოგია და სამედიცინო ფარმაკოლოგია, კლინიკური ფარმაკოლოგია, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და კიდე ძალიან ბევრი აქვს გამოსაყოლები, ბევრი ნივთიერებების ურთიერთქმედების და დაავადებასთან ურთიერთქმედების მიმართულებით და ძალიან ვთხოვ მოსახლეობას, რომ არ ჩათვალონ თავი ამათზე უფრო წინ. და არ მიცენ ადამიანს კეთილი განწყობით, განავიმება ამას სხვა განწყობით აძლევს, მაგრამ კეთილი განწყობით დამაზიანებელი რჩევები. კი. და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მკურნალობასთან დაკავშირებით, მაგალითად
ადამიანი მოვიდა თქვენთან. ან დაჭირდა, ან არ დაჭირდა ოპერაცია. 21 საუკუნის ახალი ინოვაციური მიდგომები და მკურნალობა როგორ არის? გამარტივებული არის თქვენ ახსენეთ თავში, ხო? დიახ, ძალიან ზოგადად ტექნოლოგიური განვითარება ექიმებს გვეხმარება პაციენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვაში უფრო მეტად და ყოველდღიურად ამ ტექნოლოგიების ჩართვა, არა მარტო ტექნოლოგიების განვითარების, განათლების, ცნობიერების დონის ამაღლების მოსახლეობაში ძალიან გვეხმარება ბევრი დიდი საფრთხე თავიდან ავიცილოთ და დავაზღვიოთ ის გართულებები, რომელიც ჩვენ ვიცით მოსალოდნელი შესაძლოა, თუმცა ხშირ რიგ შემთხვევებში მათ ვერ ვერევით. თანამედროვე ტექნოლოგიებში მე განსაკუთრებულად გამოვყოფთი ამ ბოლო დროს საქართველოშიც კი ფართოდ განვითარება მინიინვაზიური მეთოდებს ჩარევისას. ეს იქნება თავის ტვინის სიმსივნეების ოპერაცია, თუ ეს იქნება ხერხემლის ოპერაციები. მინიინვაზიური ქირურგია საშუალებას გვაძლევს ქსოვილების დაზოგვის, პაციენტის საუნთქობოში დაყოვნების დროის შემცირების, რეაბილიტაციური პერიოდის შემცირების, აღდგენის დროის დაჩქარების საშუალებას და პაციენტისთვის ეს მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარდა თვითონ პაციენტთან ურთიერთობაში უხშირესად მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ხშირად აი მოსახლეობაში ციან თქმა, რომ ზოგჯერ სიტყვა უფრო მეტად არჩენს, ვიდრე წამალი და ოპერაცია. ღიმილი და ექიმის ყურადღება ცოტა არის სწორად დალაგებული კომუნიკაცია, რომ ადამიანისთვის ყველაზე მეტად პაციენტს ყოველთვის ეშინია იმის, რაც არ ესმის. რასაც ვერ გებულობს. შეიძლება ის ითქვას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პრობლემური საკითხი მხოლოდ ეს არის, თუ ანუ არის კიდე რა. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი. მაშინ მეორე რა არის? მეორე არის რატომღაც საქართველოში, ჩვენ ქვეყანაში, საქართველოს ისე არ ვახსენე, მე ვცხოვრობ, მე ქართველი ვარ, ჩემი ქვეყანაა საქართველო. ხშირად ველოდებით რაღაც, რომ ეს თავისით გავა. თავისით მორჩება. რაღაც ხვალ პრობლემას ვერ უყალიბდებით მაგ დროს? ხო, ალბათ. ან თავს ვარიდებთ. თავს ვარიდებთ, ან თავს ვიტყვილებთ ზოგჯერ რაღაც ესეთ სირაქლემას პოზაში ვღებულობთ და ამით პირიქით ისეთ რაღაცებს ვაფუჭებთ, რისი გამოსწორებაც მე ჩვენ ექიმებს ძალიან გვიჭირს. ალბათ იქამდე მივდივართ მაინც რომ ანუ როგორც ახსენეთ სირაქლემას პოზიციაში არ ვიყოთ, დროულად მივმართოთ ექიმს რომ თვალი გაუსწოროთ რეალობას, უბრალოდ ამაში არაფერი არ არის საშიში და შეუძლებელი აბსოლუტურად. კი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კარგ დროს კარგავთ, როგორც მაგალითად ვავნებთ ნერვულ სისტემას, ვავნებთ ფინანსურათაც, იმიტომ რომ ხშირად პრობლემებზე კიდე ბატონო რა არის, იცით თქვენ მინდა რომ ყურადღება გაამახვილოთ, გექნებოდათ პრაქტიკაში, მე ყოველ შემთხვევაში მსმენია, რომ აი მიდის ირჩევს ადამიანი ექიმს. ჩემთვის არის ექიმის არჩევა ის, რომ მოვდივარ და გენდობით, ხო? მაგრამ პრობლემური საკითხი არის ამას გვერდს ვერაულით, მიდიან მეორე ექიმთანაც. ამ დროს ხარჯავთ ფინანსებს. დიახ, ხარჯავთ ფინანსებს, დროს და უკვე არის ადამიანი გაურკვევლობაში. ერთმა ექიმმა ასე მითხრა, მეორე ექიმმა ასე მითხრა, ალბათ ნებისმიერ დაავადებაზე 10 ექიმთანაც რომ მივიდეს ადამიანი, 10 მე არ ვამბობ, რომ სხვა რაღაცა ისეთი არის, არასწორად გვეტყვის, მაგრამ მაინც რატო არის ეს, რა ფსიქოლოგიური მომენტი არის, მაშინ რატო ვირჩევთ იმ ადამიანს, თუ უნდა ესე ვთქვათ გადავაკონტროლოთ, გადავამოწმოთ? გექნებოდათ ეს ბატონო და ხო პრაქტიკაში? ზოგადად ესეც გამოწვეულია იმ პრობლემით, რაც მე თავიდან ვახსენე, შიშით. ანუ არ მოგვეწონა, რაც მაგალითად ერთმა ექიმმა თქვა? იმის ნათქვამით, რაც ექიმმა გვითხრა, შიშით იმ რისკებით, რაც ამ ექიმმა გვითხრა და ვეძებთ იქეთ ექიმს, რომელიც უფრო ნაკლებად საშიშად გვეტყვის, ან უფრო რბილად გვეტყვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, საბოლოო ჯამში დიდ ანგარიშზე თანამედროვე პროფესიონალურ ექიმებს გულისხმობ, დიდი ასთასხვაობა ვერ იქნება ვერასდროს. იმიტომ რომ არსებობს სოფლიო გაიდლაინები არსებობს, ყველა დარგში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო კონფერენციები, სიმპოზიუმები, იმის გამო რომ ერთი საერთო აზრით ვიმუშაოთ და ყველას ერთი მიმართულების გაძლიერებამ ყველა გაგვაძლიეროს და ყველა ერთ მოწინავე ხაზზე ვიყოთ, ასე ვთქვათ. და ბოლოს ბატონო დადო, ისეთი მნიშვნელოვანი თემა არის, თავშიც ახსენეთ, რომ ანუ მიწურულს მოდიან, ან მოყავთ
პაციენტები. რას გვირჩევთ, ეს არის დროის დაზოგვა, ეს არის ფინანსების დაზოგვა, ეს არის ოჯახის წევრების, ესე ვთქვათ, ანუ მე ვთვლი ისე, რომ თუ რამე ადამიანს ჭირს, ან დროულად უნდა მიმართოს ექიმს და არ ჩააყენოს ოჯახის წევრები ისეთ სიტუაციაში, ანუ უკვე რომ პირველადი დახმარებაც ვერაფერს ვერ უშველის და აქ არის უკვე პანიკის დრო დგება, ხო? როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს დრო ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენ თავსაც, ჩვენს ოჯახის წევრებსაც და დროულად მოგმართონ მაგალითად პაციენტებმა. ზოგადად მე მინდა ყველა პაციენტს უთხრა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაავადებასთან ბრძოლობს, ის უკვე არის გმირი. მან ეს უნდა იცოდეს და ამ პოზიციიდან უნდა იხელმძღვანელოს მისი მომავალი გადაწყვეტილებებით და ქმედებებით. იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის და ბრძოლაში მარცხდებიან ისინი, ვინც არ ბრძოლობენ. და უკვე შენ თუ თავიდანვე მიუდგები საქმეს, რომ შენ გაქვს გამარჯვების სურვილი, რომ შენ ხარ პოზიტიურად განწყობილი, რომ შენ არ ხარ ხელჩამოშვებული, არ გადადიხარ რაღაც ნიხილივში და გუნებაღანწყობის დაცემაში, მე ვფიქრობ, შენ აუცილებლად გაიმარჯვებ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ დაავადება არის ბრძოლა და როდესაც პაციენტი არის ექიმის მხარეზე, მაშინ ჩვენ უმრავლესობაში ვართ და ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ. ეს არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც მეგობრობ და გესმის ექიმთან. როცა შენ მეგობართან ერთად ახარ ამ ბრძოლაში, არ დარჩეთ ამ ბრძოლაში მარტო, ყველას ამას გირჩევთ და თქვენი თავი არ გაწიროთ ბრძოლის მარტოობაში ბრძოლისთვის. ნუ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დატო საინტერესო საუბრისთვის. თქვენ ესეთი დიდი თემის მნიშვნელოვანი მესიჯები მოგვეწვინეთ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და იმედია ჩვენი მაყურებელი, თქვენი პაციენტები გაითვალისწინებენ და დავზოგავთ დროს და მეტი ღიმილი და თუნდაც არის დიაგნოზი დასმული, კარგ მეგობარ ექიმთან ერთად ამ ყველაფერს გავუმკლავდება ნებისმიერ ჩვენთან. აუცილებლად. წარმატებული დღე თქვენ. მადლობა თქვენ. სამწუხაროდ გისურვებთ. დიდი მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ნეიროქირურგი ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ნაცვალაძე პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლო და მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.